გამარჯობა, მე ვარ ნინო გაბუნია, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის განათლების ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამის კურსდამთავრებული. პროგრამა განათლების ადმინისტრირება მომცა თანამედროვე ცოდნა განათლების მართვის სფეროში. იმედი მაქვს პროგრამის დამთავრების შემდეგ ჩემს სრულ შევიტან განათლების სისტემის განვითარებაში. ჩემი აზრით წარმართების მისაღწევად საჭიროა არა მარტო გამართლება, გარკვეულ გარემოებათა თანხმედრა, არამედ მიზნების რაციონალურად დასახვა. ვფიქრობ, ეს პროგრამა სრულიად შეესაბამებოდა ჩემს ინტერესებს. დამეხმარა განმევითარებინა მენეჯერული უნარ-ჩვევები, რომლებიც საჭიროა საგანმანათლებლო დაწესებულების ეფექტიანად მართვისთვის. დამეხმარა უფრო ღრმად შემოსწავლა საჭირო დისციპლინები. ახლა მინდა მოგეთ გესაუბროთ განათლების ჩემეულ ხედვაზე. განათლება ეს არის სიტყვა, რომელსაც ყველა სხვადასხვანაირად განმარტავს. ჯონ დიუის აზრით, განათლება არის ლაბორატორია, რომელშიც ფილოსოფიური განსხვავებული კონკრეტდება და მოწმდება. ჩემი აზრით, განათლება არის ყველაზე საიმედო ინვესტიცია, რომელიც ადამიანმა შეიძლება ჩათოს საკუთარ მომავალში. განათლება შეიძლება ითქვას სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს ადამიანისათვის. იგი აუცილებელია ცხოვრებაში წარმატების მისაღწევად, რომელიც მიმართულია ადამიანის ინტელექტუალური, ფიზიკური და მორალური უნარ-ჩვევების განვითარებისკენ. განათლების საშუალებით ადამიანს შესაძლებლობა აქვს მიიღოს სასურველი ცოდნა, დაეუფლოს მისთვის მისაღებ პროფესიას და შეძლოს საკუთარი თავის ინტეგრირება საზოგადოებაში. ნებისმიერი ტიპის განათლება უნდა ასახავდეს ცხოვრების მთავარ მიზანსა და მიმართულებებს. ის ზუსტად უნდა პასუხობდეს არსებულ დროსა და მოთხოვნებს. უძველესი დროიდან მიმდინარეობს დავა იმის შესახებ, თუ როგორი უნდა იყოს განათლება იმისთვის, რომ ფეხი აუწყოს 21 საუკუნის გამოწვევებს და აქტიურად ჩაერთოს კაცობრიობის განვითარებაში. განათლების მიზანი უნდა იყოს ისეთი ბუნების, რომელიც მოქმედების შემადგენელი ნაწილია და არა გარედან თავსმოხვეული. მიზანი არ უნდა იყოს ზოგადი და საბოლოო, ის უნდა მომდინარეობდეს სახელმწიფო საჭიროებებიდან. დემოკრატიული სახელმწიფოს მიზანს უნდა წარმოადგენდეს მოქალაქეების ეროვნული ღირებულებების მატარებელ თავისუფალ პიროვნებებად ჩამოყალიბება, სწავლის პროცესისადმი სიყვარულის გაღვივება და ცოდნის მუდმივი გამდიდრების სურვილის აღწვა. გახდნენ ტოლერანტულები. განათლების მიღების შესაძლებლობა არსებობს სხვადასხვა სოციალურ ჯგუფებში, როგორიცაა ოჯახი, სკოლა, რელიგია და სხვა. თუმცა განათლების ამოცანოს მიღების ერთ-ერთი ძირითადი გზა არის სკოლა, სადაც ბავშვი ღებულობს არა მარტო ცოდნას, არამედ იმ უნარ-ჩვევებს, რაც ეხმარება მას შემდგომში მის საზოგადოებაში დამკვიდრებასა და მომავალი ცხოვრების წარმართვაში. მოსწავლისათვის საბაზო განათლება ის საფეხურია, რომელზეც მან უნდა დააშენოს ცოდნა. ეს მისთვის მომავლის საწინდარია. აქვე უნდა აღინიშნოს ის ფაქტიც, რომ სკოლაში მისვლამდე ბავშვს უკვე გააჩნია გარკვეული სახის უნარ-ჩვევები, რომელიც მას ჩამოუყალიბა თავისმა ოჯახმა და იმ გარემომ, რომელშიც ის იზრდებოდა. სკოლა არის დაწესებულება, სადაც მოსწავლის ცოდნას ეყრება საფუძველი. შესაბამისად, ფორმალური და არაფორმალური გარემოს სინთეზი იძლევა შესაძლებლობას განათლებული პიროვნების ჩამოყალიბებისა, რომელიც მზადაა ყოველგვარი გამოწვევებისათვის, რომელსაც მოცემული დროისთვის არსებული მოთხოვნები იწვევენ. ჩემი აზრით, საქართველოში განათლების ხარისხი უმჯობესდება. მუდმივად ხორციელდება რეფორმები, ხდება პედაგოგთა გადამზადება, სწავლების ახალი მეთოდების დანერგვა და საგანმანათლებლო დაწესებულებების უზრუნველყოფა საჭირო ინვენტარით. საქართველოს მოქალაქეებს შესაძლებლობა ეძლებათ განათლების მისაღებად გამოიყენონ ყველა ის რესურსი, რომელსაც განათლების სამინისტრო და მასზე დაქვემდებარებული სხვადასხვა ინსტიტუციების თავისებენ. ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე, მნიშვნელოვანია მოსახლეობის განათლების დონის ამაღლება, რადგან განათლებულ ადამიანს ბევრად უფრო სასიკეთო საფასთან ნაკლებიც არ არის მოტანა შეუძლია ქვეყნისთვის. ამისთვის საჭიროა мотиваცია შევქმნათ ახალგაზრდებს განათლების მისაღებად. ცოდნის გადაცემა მოხდეს მათთვის სასურველი მეთოდებით, რაც გარანტი იქნება სახელმწიფოს აღმშენებლობის და კაცობრიობის განვითარების. ეს იყო განათლების ჩემეული ხედვა, რაც მინდოდა რომ მეთქვა. აქვე მინდა მადლობა გადავუხადო ჩემს ლექტორებს, რომლებიც ამ 2 წლის განმავლობაში ჩემი განათლების ანუ ცოდნის გაღრმავებაში იღებდნენ მონაწილეობას. ასევე მინდა მადლობა გადავუხადო ჩემს კურსელებს. მადლობა ყურადღებისთვის. მოსწონისთვის.